მოგესალმებით. ახლა ვინც მე მიცნობს ყველა მისის, რომ დუბაისთან მაკავშირებს 30 წლიანი ურთიერთობა და აქ რაღაც საქმეები მექნება, ხო? 30 წლის განმავლობაში. აი ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ეს არის ჩვენი ახალი შოურუმი, რომელსაც ახალი წლის შემდეგ მათეს ჩავაბარებ და მის მეუღლეს და ეს ოფისი იქნება ჩვენი ძირითადად აქედან აფრიკის 40-45 ქვეყანა, რა ვიცი, რაც არის ყველგან გაიყიდება ავტომობილები და რა თქმა უნდა საქართველოში და აქეთ კიდევ რუსეთში და ყველგან. უყურეთ, აი ახლა უკვე ჩვენ აქ ოთახები გავაკეთეთ, ამ ოთახებს ყველაფერს გავალამაზებთ. ეს ჩვენი ჩინელი პარტნიორები არიან. ჩვენი ჩინელი პარტნიორები არიან და ამათ ვერ წარმოუდგენიათ მუშაობა. ამათ გონია დავაძინებ და დაძინება კიდე არ იქნება. აი იმდენი ელექტრომობილი შევა საქართველოში, აი რამდენიც წარმოგიდგენიათ, მოდით ნახეთ, შეხედეთ. ეს 550 კილომეტრს გადის და დაახლოებით 15 დღეში საქართველოში 60 ავტომობილი იქნება $27,000 ფარგლებში. ნახოთ, როგორ იქნება ფერები. ყველანაირი ფერებია, შავი, ვერცხლისფერი და ესფერი. და ახლა აქ ცოტა ესეთი სიტუაციაა, რომ ჩემ ჭკუაზე ვალაგებ ყველაფერს რა. ახალი წლიდან უკვე როგორც გითხარით, მათე და ჩვენი გუნდი შეუდგება ჩვენ სამსახურს. ეს ავტომობილები არის ყველა ელექტრო და არის საუკეთესო. ჩემი მუშაობის სტილი ამათმა არიციან, ამათ ეძინათ, ყველას გაუშვებ ალბათ და ეს არის ერთი ჩვენი პარტნიორი და მაგარი ბიჭია და ჩინელია და ყველა ქვეყანაში გავაკეთებთ ბიზნესს. მოდი დავათვალიეროთ. აი უყურე როგორ არის ახლა. აი თქვენ გისმენიათ ალბათ BYD-ები. აი ეს ავტომობილები ყველა არის გიბრიდები, ელექტრო და ესენი არის, რომელიც 1500 კილომეტრს გადის, 2000 კილომეტრს გადის გიბრიდები და ასე შემდეგ. აი ნახეთ, უბრალოდ ყველანაირი BYD რამე თუ არსებობს, ჩვენ ყავს ამ წუთას აი აქ. შეხედეთ. ახლა რაც შეეხება მოგზანდით, ყველანაირი BYD-ა. შეხედეთ. ესეც ჩემი პარტნიორია და მაგარი ბიჭია. და ყველანაირი BYD ყავს. მეხტადის უკვე 30 წლის ჩემი პარტნიორია და ერთად მუშაობთ 30 წელიწადია და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ არაფერი არ შევჩლია. აი ეს ოფისი მთლიანად ახლა უკვე მესამე ოფისია აქ. უკვე მესამე ოფისია. აი უყურე, აი ეს ავტომობილი. ეს ავტომობილი არის ჰიბრიდი, რომელიც ადგილზე ტრიალებს და ეს ბევრ ავტომობილს ჩაანაცვლებს. აი ნახეთ, მოდით. აი უყურე როგორ არის. აი ეს ავტომობილები ყველა არის უმაღლესი ხარისხის ავტომობილებია და ახლა იაპონიაზე ესენი გაუსწრებენ და ევროპას რა თუნდა თქმა, ხო? მოდით. აი ეს უბრალოდ ცოტა უფრო ძვირადღირებული ავტომობილებია და ეს ავტომობილები ჩვენ ყველა გვეყოლება საქართველოში. ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ავტომობილზე. აი შეხედეთ, აი ეს არის პიკაპი, რომელიც არის დღეს ყველაზე საუკეთესო ბრენდი და ჩვენ რას ვაკეთებთ. ამას ექნება GB-ი გამოა. აქ ექნება ბარკალაია. მოდი. ეს არის ჰიბრიდი. უბრალოდ აჩვენეთ რა არის, რა ავტომობილია და მე შეადარეთ სხვა ავტომობილები. შეხედეთ. ჭერი როგორ გადადის, ტყავი რამე თუ არსებობს ავტომობილს ყველაფერი აქვს და არის ჰიბრიდი. აი უყურე, ხელით რო ვაკეთებთ, ნახე სალონი. აი უკან რო ხელით რაღაცებს ვამონტაჟებდით, ხან გამოგდიოდა, ხან არ გამოგდიოდა,
აი უყურე როგორ არის ახლა, აი შეხედეთ. აი ეს არის 360 გრადუსი კამერა და თუ რამე არსებობს, აი ამ ავტომობილს ყველაფერი აქვს. წარმოიდგინე, ეს ავტომობილი არის დღეს, აი შეხედეთ. ეს ავტომობილი არის ყველაზე საუკეთესო ავტომობილი პიკაპებში დღეს შეხედეთ საბურავები და ახლა თუ ეს ავტომობილები ჩვენ ჩავიყვანეთ საქართველოში, თოფი არ უნდა გვესროლონ პირიქით თავდაცვას, პოლიციას, აი ეს ავტომობილი უნდა ყავდეს და ეს არის 4-4-ზე და ეს არის საუკეთესო ავტომობილები და ეს ძალიან მალე საქართველოში იქნება. შეხედეთ ვიზუალურად რა კარგი, აი ამ პიკაპზე იქნება როგორც გითხარით ისე, აი უყურეთ როგორ არის, აი აქ იქნება GB. აი უყურეთ, აი როგორ იხურება. ნახეთ. აი ეს არის ხვალინდელი დღე რო ვიძახოდი, ხვალინდელი დღე და მოვიდა ეს ხვალინდელი დღე, ხო? და ხვალინდელი დღე აი უყურე. ჩინელები ისეთი კარგი გოგოები არიან, ძალიან მაგარი და შრომის მოყვარე ხალხი არიან და დღედაღამე აქ არიან, რომ საქმე გაკეთდეს, საქმე და ავტომობილები გაიყიდონ და ფული იშოვონ. შრომელი ხალხია ერთი სიტყვით. მოგზანდით. ძირითადად ჩვენ ეს ავტომობილები, რომლებსაც ბივაიც ეძახიან, ხო? იმდენს შევიყვანთ, რამდენიც მოთხოვნა იქნება, როგორც საქართველოში, სასომხეთში და აზერბაიჯანში და თქვენ ხედავთ ახლა ეს ძალიან პატარა საწყობია, რო იძახიან ტანკი, ახალი სასწაული გამოუშვესო. აგერ არის ტანკი და ყველა ის ავტომობილი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. უბრალოდ საქართველოში არის პრობლემები. აი ამ კუთხით. და როგორ ჩავალ, პრესკონფერენციას გავაკეთებ, ჩვენ აგვიგზალეს ავტომობილების შეყვანა საქართველოში და ამას მე პრემიერს ვეთყვი. პიკაპები საერთოდ ვერ შევყავს საქართველოში და ეს ვინ დაალაგა მთელი საქართველო გაიგებს როგორ ჩავალ თუ არა მესამე დღეს და დარწმუნებული ვარ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სოსის უფროსი ახალგაზრდა გუნდია და აი ამ წინა ხელისუფლების დალაგებულ საქმეს, იმ წინა პრემიერის დალაგებულს მე მგონია დაშლიან და ეს არ იქნება ეს სამარცხვინოა, როგორ შეიძლება პიკაპი ვერ შევყავდეს საქართველოში და ვიღაცის გამო და დღეს უკვე რომელსაც მე 25-ად ვყიდიდი 25,000-ად მიცუბიშევს დღეს ღირს 40,000 და ესე არ გამოვა. აი ესეთი პარტნიორები რო ყავდეს, აი ესეთი პარტნიორები ყავთ, ხო? როგორ არ უნდა გამოიყენო ეს ხალხი, ხო? მუშა ხალხია, ხო? აი წარმოიდგინე, იმდენი მანქანები მოგვაყარეს, რომ რამდენიც გინდა, აი ეს შოურუმი აგერ გვაქვს, იგივე შოურუმი ანახეთ კიდე, მოგზანდით. აი უყურეთ, ეს შოურუმიც ჩვენია. აი ეს შოურუმიც აგერ, ესეც შევიძინეთ. აი ეს შოურუმი მოდი. აი ეს შოურუმიც შევიძინეთ და ნახოთ სამომავლოდ გვინდა კიდე რო აქ გავფართოვდეთ. აქ ფული იშოვება, თქვათ, აი აქ არის მუშაობა და ახლა შეიძლება ადამიანმა თქვას, რატო იკლავ საქართველოში თავს, იმიტომ რომ ქართველი ვარ და არასდროს საქართველოს არ მივატოვებ და ძალიან ბევრ ხალხს დავასაქმებ. კიდევ ერთჯერ შეხედეთ. აი რა მანქანა უნდა იყოს ისეთი, რომ ამას შევადაროთ. ჰიბრიდი. ამას მივცემთ პოლიციას დიდი რაოდენობით და თავდაცვას. იმიტომ რომ ეს არის 4-4-ზე და ძალიან იაფად. და ამიტომაა რომ გვებრძოდნენ და გვებძვიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები არიან დღეს მთავრობაში და წინა პრემიერის დალაგებულს ყველაფერს თავიდან გადაანაწილებენ კი არა, ბიზნეს მუშაობის საშუალებას მისცემენ. როგორ მოგწონს ჩვენი სიტუაცია დუბაიში? 30 წელია დუბაიში ვარ მე.
აი ხო ხედავ, როგორ მუშაობს. როგორ მუშაობს, ხო ხედავ. ვაჟკაცი ბიჭია, დღე და ღამე წმინდავს, ხო? და მუშაობს. და უნდა ამუშაო, აბა რა უნდა ქნა? ფული უნდა, ფული თუ უნდა იმუშაოს. ესეთია ეს ცხოვრება, გისურვებთ წარმატებას.